სადადავდა? YouTube-ზე. YouTube-ზე? გამარჯობა YouTube-ი. მე ვარ ანიკო. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ამ გვერდზე. შეგიძლიათ გამოვყოთ Instagram-ზე და ნახოთ ჩემი ყოველდღიური სტორიები, ნახოთ ჩემი ვიდეოები. მაგრამ აქ გავაზიარებ ცოტა უფრო სხვა კონტენტს. იმედია თქვენ მხარს დამიჭერთ და მე უფრო დიდი мотиваცია მექნება რომ გავაგრძელო. ეს არის პირველი ვიდეო და გთხოვთ ძალიან არ გავსაჯოთ. აბა წარმატებები ანიკოს. თქვი რამე? რატო ხარ ესე გაბრაზებული? ეს გაბრაზებული. ზადებით ახლა წავთ მაღაზიაში ვიყიდით ინგრედიენტებს. ჩემი და ლეონის ტორტისთვის. მე გეუბნებოდი რომ მეთქე გადაიღე რასაკეთებ, როდესაც ჩვენ წასვლები ვარ თქო სკოლაში და ლეონი ბაღში თქო. მე გთხოვე წყალტუო თბილისის ლოგიც მე გთხოვე და ახლა ეს ლოგი შეთითონ მასკენი. ლეონი მზად ხარ? აი რამე ხონდა ვაყიდინო ახლა. იმედია არავინ არ გავკითხავთ, ახალი პირველი ვლოგია ჩვენთვის. ნაგავიც ბარემ გავიყოლოთ. შევედით ლიფტში. რაღაც ახალი ვირუსი ხომ მოიგონეს ახლა და ჩვენ მაინც რეპეტიციას გავდივართ, იმიტომ რომ კოვიდის დროს ვერ ვიტიკტოკერეთ, ვერ ვივლოგერეთ და იქნებ ახლა შემზადებული შევხვდეთ. მაგრამ მე მაინც ჯერა რომ არაფერიც არ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. სადადავდა? YouTube-ზე. YouTube-ზე? დამატონებო. მე მეკონა Instagram-ზე ან TikTok-ზე დავდი. მიდოვიღებ ესე. ლეო, რასაკეთებ? მე მგონი რაღაცა ფეგურა დაინახა თუ რაღაცა და ესე ვიზდა. ვაი მე პატალა. არა, რა ეს წამოვიღო? თუ დაუჭრელი? ჭრელი. დაბადების დღეზე გჭირდება? არ მომწონს მე ესენი. ვაჟ ბატონმა ხელს გამოაყოლა. რაღაც. მანახე რა გაქვს ხელში? ისე რომ არც კი დამინახავს. ეხლა მივდივართ მაღაზიაში რომ გადავიხადოთ. ეგრე აღარ ქნა მეორედ, გაიგე? თქვენ არ გეგონებთ. მაღაზიაში ვიყავით, დავაბრუნეთ ის ნივთი, კი არ დავაბრუნეთ, ვიყიდე. ლეონის ჩავუტარე პატარა ლექცია და არ მოგვეწონა მაღაზიის გამყიდველის რეაქცია. ბავშვის დამშვიდებას ეცადა იმ გაგებით, რომ აი არაუშავს ბავშვობაში მეც ესე გამიკეთებია. ეს არ უნდა იყოს მაგალითი იმისთვის, რომ ვაიმე არაუშავს და ბავშვმა უნდა იცოდეს რა შეიძლება და რა არ შეიძლება. პოლიციას არ ვიტყვი, პოლიციას რო ენახა ეგ ჩვენ მისვლამდე, აი მაშინ მოვიდოდენ. სხვის ნივთებს არ ვიღებთ მაღაზიაში, ვივაგდები, თავს მოვიწესრიგებ და შევდგები ჩემი და ლეონის ტორტის მზადებას. დედა, ნუ იღებს კვიზე. მიმღერე კიდე. You are my sunshine, my only sunshine. You make me happy. Na 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 na. ახლა მივდივართ თვალის ექიმთან, დემეტრე და ლეონი პირველად. ველოდებით. ან სესილი ფიქრობს, რამდენი ექნება მინუსი. დემე. სათვალე არ დაგჭირდება, ხო? ხო არა გაქვს? ჩემზე ნერვიულობ. -4-მდე შეიძლება მქონდეს დედა ან -4 და 9. და რა არის ანერვიული? სათვალე ხო გიკეთია? არაფერი არა სანერვიული, ვერ გავიგე, გამოცდაზე მივდივართ? ლეონი შენ? მოდი, ლეონი, შენ რას ფიქრობ? აი, ცოტა მაგარი. ვერა შენია. ისი მიშინია და როტო. კაბელი თვალისაკმი მაროთ ფოლებს შეერო ჩამწვას მაგია. არაფერს არ გიზავს, არ გაატყეს, მეც იქ ვიქნები, კი, მეც იქ ვიქნები. კი თქო.
მოდით ლეონისაც სჭირდება სათვალე. მის დამავიწყდა მოკლედ ტორტის გადაღება, როგორ ვამზად. ეს იქნება მედოვიკი, ლიმნის და ჟოლოს გულსართებით. იგივე თაფლის ნამცხვარი. ოღონდ მე ტორტად მაქვს. მე მგონი ჯობს ესე ჩავწერო. ეს გალღო ეხა და მოკლედ ნელა გავაკეთებ ჩვენს თაფლის ტორტს. ეხლა უნდა დავეხმაროთ ჩემი ლამაზი გოგონა. მოკლედ ეხლა გავაკეთებ ტორტს. რასაც ხედავთ პროდუქციას, ამის რეკლამას მე არ ვაკეთებ, ანუ ამაში არავინ არ მიხდის, ეს არის ჩემი გულწრფელი, გულახდილი არჩევანი და ის გამოცდილება, რაც დავაგროვე 2 წლის განმავლობაში, როდესაც მუშაობდი კონდიტერად და სახლიდან ვაცხობდი ტორტებს. ჯამში გჭირდება რაღაც რაოდენობის კვერცხი და ამიტომ ეხა ავთქვიფავ, რომ მივიღო ზუსტად ის რაოდენობა, რაც სჭირდება. დიახ, კონდიტერიაში ყველაფერი უნდა აიწონოს. თვალით და ბებიას რეცეპტებით, ნუ ეხა თქვენ სახლისთვის თუ აკეთებთ, გააკეთეთ, მაგრამ კონდიტერიაში, როდესაც პროდუქციას ყიდით, აუცილებლად ყველაფერი უნდა აწონოთ. სესილი, როდის ჩამირთავ შუქს, ბევრი მეხვეწება, რომ დავბრუნდა ისევ საკონდიტრო სფეროში და ისევ ავიღო შეკვეთები, მაგრამ ძალიან რთულია სამ შვილთან ერთად, როდესაც მარტო ხარ ახალ ქალაქში, ყველაფერს ესე ერთბაშად მიხედო. ბაღში მივდივართ. 14-ია დღეს ახლა რომ ბისკვიტებს დავაცხობ, ავაწყობ და დილით გავუფორმებ ლეონის თავის ტორტს. ჩვენი სახლის ტორტს უბრალოდ შევფუთავ აცეტატის ბორდიურის ლენტაში მოკლედ. გადახატე. ლეონი ძალიან უყვარს ძილი. საათზე ვერ მივდივართ ბაღში. ეხლა არ ვიძინებთ, ვიცი. ყოლის აქვს დაბადების დღე. კიდე? მეც? მე და ლეონის ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე. საკეისრო თივი მშობი არის, მაგრამ მშობიარობა დამეწყო და ცოტა დავაჩქარეთ საკეისროც. ინგრედიენტები მზად არის, ახლა ტორტს ავაწყობ, ბევრი ვიდეო და ისე ძალიან გრძელი ვიდეო რო არ გამოვიდეს. ავაწყობ და გაჩვენებთ. ასაკის მომატებას მაშინ გებულობ, როდესაც აი ეს ძალიან მიხარია, მქონდა ესეც ულამაზესი. პირველად მივიღე იასამნები საჩუქრად. ბაღის ტორტი გავამზადეთ, ეს არის სახლის ტორტი. ვერ გადავიღე ვიდეო, იმიტომ რომ რაღაც ვერ ვარჯერ ვლოგების სპეცი და არ ვიცი ზუსტად რა კადრები უნდა გადავიღო, მაგრამ როგორც არის, მედია პირველი მეპატიება. სადაც და ლამაზად, ხო ლეონი? ეს ახლა მთელი დღე ესე თამაშობ? მე რა კარგი ყოფილა ბაღში, შენ რატო ტირი ხარ ხოლმე? მეც დემეტრე სკოლაში სიარული აღარ უნდა, ბაღში უნდა დაბრუნება. იმიტომ რომ ბაღში არ უვლია. სესილი სენს გინდა დედა? თუ ცოტა ხნით პატარა გახდე? ალისა ხარ საოცრად ხმიდან? ხო, და შეგიძლიათ სწრაფად დაატოვოთ ეს. გადავტოვოთ. ეს თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და საქანავად. არა, ეხლა თქვენად უნდა ვიყოთ, ხო? სესილის უსმე გამოვცალოთ სათვალე და ლეონის ავუღოთ ახალი. მოდი ჩაიხედეთ ლეო. აი ამერეს. ეს ის დიდია. პაპასი ვადი. გვარდება. დიდია. მინიონი
გონივით ხარ? აუ, ძალიან ლამაზია, ლეო. ჩაიხედა სარკეში. ის აი ლულულასი. აი როგორ სხვანაირად ხედა? სრო ხელა განსხვავება არის, მაგრამ ზალდის არის. და შევეჩიო, მოიცა. მოიცა მოგცემ ლეო. ვაიმე, ეხა იქ რა წითლა წერია, აი ნახე. ლომზარდი თუ რაღაცა ხა იმასოს ლომბარდი. ხო, ლომზარდი. ან კარგად ვერ დავინახე. ეს გავხსენე? ეს ხომა. მომეცი. ლეო გავიხედა. ყველაფერს ხედავ? ყველა. აქამდე ვერ ხედავდი, დედი? ლეო. ლეო. აქამდე ვერ ხედავდი? აი ხა უკეთესად ხედავ? მოგწონს? არა, ეგ უნდა გეკეთოს. სულ. ეგ სულ უნდა გაიკეთო, როგორაც ესილის ისე. არა, ჩვენ რო დავიძინებთ. მე მოიხსნი. გაიკეთე. როგორ ხარ? ლეო, შევახედე. იც როგორ სხვადასხვა ხედავ აი. სათვალე აქ ჩადევით და მოკლედ ესე დავასრულეთ ვიდეო. უნდა გავაგრძელოთ, ვისწავლო რა როგორანაირად და შემდეგი ვლოგები იქნება უფრო საინტერესო, უფრო თანმიმდევრული. გელოდებით ჩემს Instagram გვერდზე, რომელსაც ქვემოთ მიუთითებ აუცილებლად, გამოიწვიეთ ჩემი არხი და გამოვყევით ჩემი ცხოვრების მოგზაურობაში.